მე ვარ ეზი პარტენაძე 7 წლის. ვსწავლობ შვაღელი საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ცეკვა. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე ჯერ არ დავდივარ და ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. ყველაზე კარგად გამოდის პედლების აღება. შედარებით მიჭირს ერთ-ერთზე ბურთის აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია ბარსელონა. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 7 ნომრით. ფორმა ჯერ არ მაქვს და მამიკომ უნდა მეყიდოს. მე მინდა მქონდეს შავი ფორმა და უკან ეწერო 7 და პარტენაზე. კი ვარ მეკარე, მაგრამ მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში მაქვს 30 გოლი გატანილი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მირბოდი პასი მომწეს და მოვატყვილე და შორიდან დავარტყი ბურთი. ისე კარგად დავარტყი, რომ მეკარე არც გაქანებულა. ჩემი საუკეთესო თვისებაა ძრიელი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს თავით თამაში. სახში მაქვს 12 ცალი ბურთი. კარგი ფეხბურთელი რომ გავხდე, კიდევ ჭირდება 7 ბურთი. მე რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ბოქსიორი. ბავშვობაში მინდოდა გამოვშულიყავი ხალკი. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, ყავს საუკეთესო კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ილიას ურბანიძე. ყველაზე ჭკვიანია ნია. ყველაზე მშვიდია სანდრო მიქელაძე. ყველაზე ცელქია ნიტა ცენტერაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ არ მყავს, რომ ჩემი მოსაწონი გოგო არ შემხვედრია. მე გოგო მომეწონოს, უნდა იყოს მაღალი. ჭკვიანი და პრანჭია. სულს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქვევ ნიკას, ნიას და ნოეს. თუ კიდევ მოეყოლება ნიტას. ჩემს სულს დავარქვევ ლიზას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნატო ქაუჟარაძე. იმიტომ რომ ლამაზია, არ გვიყვირის, კარგად ხსნის. ძალიან თბილა და ბავშვებს გვეხუტება. ახლა მინდა რომ ვიყო 8 წლის, იმიტომ რომ მამიკომ ბოქსზე შემიყვანოს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს 1 და 2 ძმა. ჩემი და არის 8 წლის და ქვია ევა. ის არის ფრანჭია, ლამაზი, ცელქი. ჩემი აზრით ევა რო გაიზრდება, გამოვა ბიზნესმენი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური. კაი, თბილი და არ გვიყვირის. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ კარგ საჩუქრებს ჩუქნის. მეც ვაჩუქებ ჩემ ცოლს კარგ საჩუქრებს. დედიკო არის ლამაზი, სრულნელი, მზარეული, მეხუტება, მიყვარს. კიდევ კარგი ასეთი კარგი დედიკო რომ მყავს. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ცეკვავ დავლაში. თავიდან გამიჭირდა მუხლებზე დახტომა. ადვილი იყო ძველი ილეთის გამეორება. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭული. ცეკვა მეხტება და ჩემს ქორწილში აუცილებლად ვიცეკვებ. ჩოხა მეხტება და ჩავიცემ შავ ჩოხას. ძალიან მიყვარს დედიკო შემწვარი კარტოფილი. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია მწვადი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს სოუსს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მე უკვე ვისწავლე ყველა ასო და ვკითხულობ კარგად. ყველაზე უფრო მომწონს ასობგერა ჰ, იმიტომ რომ კარგად იწერება. არ მომწონს ჭ, იმიტომ რომ ზედმეტად დაკლაკლულია. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ხვიჩაზე მაგარი ფეხბურთელი გავხდებოდი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერზალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარებელი სუპერზალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რატომ არის კარგი ბიჭი? მე მაგალითად იმიტომ რომ კარგი ბიჭი რომ დედას უჯერებ. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.